ამ ლექციაზე ჩვენ განვიხილავთ საქართველოს მე-13-მე-15 საუკუნეებში. ანუ ეს არის თამარის შემდგომი ეპოქა, ლაშა გიორგის მეფობა, რუსუდანისა, დემეტრესის და ასე შემდეგ. ასევე თემა არის ჯალალედინის ლაშქრობა და მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობა. შემდეგ განთავისუფლება მონღოლთაგან გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს და თემურლენგის ლაშქრობა საქართველოს დაშლა სამეფო სამთავროებად. აი ძირითადი საკითხები, რომლებსაც ჩვენ ამ ლექციას დავუთმობთ. მაშასე 1210 წელს, თუმცა შეიძლება შეხვდეთ სხვა თარიღის, როგორც 1213 ან 1207 წელი, გარდაიცვალა თამარი. მისი დაკრძალვის ადგილი იცით, რომ დღემდე ასე ვთქვათ, უცნობია, მიკვლეული არ არის და რაღაც საიდუმლოების ბურუსითაა თითქოს მოცული, თუმცა არსებობს უფრო, ასე ვთქვათ, ვერსია, არ ვიცი, რამდენად დაზუსტებულია, მაგრამ იმ ცნობების მიხედვით, რაც თამარის დაკრძალვას უკავშირდება, რომ ის შეიძლება გელათში დაეკრძალათ, შეიძლება შემდეგ წმინდა მიწაზე იერუსალიმში გადაესვენებინათ. ყოველ შემთხვევაში ეს ვერსიად რჩება. იცით, რა თქმა უნდა, რომ სად არის დაკრძალული თამარი, ეს დღემდე უცნობია. აი ამ დროიდან, ამ თამარის გარდაცვალების წელს, რომელს მივიღებთ იმის მიხედვით, ვთქვათ, პირობითად ალბათ უფრო გავრცელებული თარიღი 1210 წელია, 1230 წლამდე საქართველოს მეფეა მისი შვილი ლაშა გიორგი. ლაშა გიორგის შესახებ ჩვენ გვაქვს ორი წყარო. მისი მეფობის შესახებ, ეს არის მისი თანამედროვე უცნობი მემატიანეს თხზულება, სადაც პატარა თხზულებაა, მაგრამ ლაშა გიორგის მეფობა არის შეფასებული და ის ამბები, რაც ლაშა გიორგის მეფობას უკავშირდება, გადმოცემული და ასევე უფრო ვრცელი თხზულება მე-14 საუკუნის დასაწყისში დაწერილი, უცნობი მემატიანისაგან, პირობითად მას ჟამთა აღწერილს უწოდებთ, სადაც არა მარტო გიორგი ლაშას, არამედ შემდგომი პერიოდის ისტორიაც არის, ანუ ეს გადმოცემული, ეს თხზულება ეხება ზოგადად მონღოლთა ასლოვან ისტორიას, მონღოლთა ასლოვანი ბატონობის ისტორიას საქართველოში. საინტერესო არის, რომ ორი ეს წყარო ერთმანეთისაგან განსხვავებულად, რადიკალურად განსხვავებულად აფასებს ლაშა გიორგის მეფობას. ერთი აქებს მას, მეორე საკმაოდ უარყოფით შეფასებას აძლევს და თვითონ ლაშა გიორგის მემატიანეს ახასიათებს ლაშას. ლაშა გიორგი არის ნერგი, კეთილმოზარდი და ყვავილი ყოველთა ფერთაგან შემკობილი, ლომის ძალითა და უმანკო გონებით მოყვარული ყოველთა კაც და მონისაცა ერთისა, არა მტრის მათრახის მკვრელი, ბედნიერი ლაშქრობათა მეფე, ბედნიერი ქვეყანისა და იყო მისი სამეფო, დიცა დაწყარებასა შინა, ვიტყოდით ქებასა მისა, წინაშე ყოველთა კაც და არ ავტყოდეთ, არც აქვს ცხენოდეს. უმაღლესი შეფასება ლაშასი, როგორც ჰუმანური ბუნების ადამიანისა, როგორც ძალგულოვანი ადამიანისა, როგორც მეფისა, რომელმაც ქვეყანას სიმშვიდე და ძლიერება მოუტანა. თუმცა სხვაგვარად წარმოგვიდგება ლაშას მეფობა, ჟამთა აღწერილის საგან დახასიათების მიხედვით, თამარმა დაუტევა მეფობა ძესათვისა, ლაშა გიორგის, ხოლო ქართველთა რა დაუტოვა? არა ბედნიერება, არამედ ამით მწუხარება, ვაება, გლოვა. ლაშა გიორგი იყო ტანითა ძლიერი, მხნედ მოისარი, ნადირობათა შინა, მოსწრაფე, ლაღი, ამპარტავანი, თავხედი, თვითნება მეფე. მშვიდობა იყო სამეფოსა მისა და შექცეულ იყო ლაშა გიორგის მასა და ჭამასა, განძღეს და იშვებდეს და უწესობად მიტკეს სიძვათა და მთვრალობათა შინა და უგუნურნი და უწესონი კაცნი, მეფის კარსა ზედა არა ყოფნისა ღირსნი და აც კარსა ზედა მეფნი. რომელს ვენდოთ, რომელი შეფასება უფრო ობიექტურია, უფრო იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს მიზეზი გარკვეულ სუბიექტურად წარმოვიდგინოთ ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეს შეფასება მეფისა, თუ ის მეფის დასელია, თუ მის შეფასებაზე გავლენას ახდენს ის, რომ მეფე ცოცხალია და
გარკვეულწილად ვალდებულია ამით, რომ მხოლოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიოს ლაშეს მეფობა, ამიტომ ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ ცოტა გადაჭარბებულად ის ხება შევაფასოთ, ასევე გვაქვს საფუძველი გადაჭარბებულად და სუბიექტურად შევაფასოთ ჟამთა აღწერის ეს რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება. ის რომ ჟამთა აღწერელი ლაშა გიორგის დროს არ ცხოვრობს, აქედან გამომდინარე ვალდებული არ არის აქოს მეფე, ის რომ ჟამთა აღწერელზე ვთქვათ სამეფო კარის ასე ვთქვათ ზეწოლა არ მოქმედებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ჟამთა აღწერელი სუბიექტურობისაგან დაზღვეულია. მას შესაძლებელია სურს ლაშა გიორგის აი ასეთი მისი მეფობის ესეთი დახასიათება, ესეთი შეფასება, რათა ამით ნიადაგი მოუმზადოს მის კონცეფციას გაამყაროს მისი კონცეფცია, რომ მონღოლთა ბატონობა საქართველოში დაიწყო არა იმით, რომ მონღოლები ძლიერნი იყვნენ, არამედ იმით, რომ ეს იყო ღვთისმსახურება ჩვენზედ მოვლინებული, ასეთია ფილოსოფია, მსოფლმხედველობა ჩვენი უცნობი ისტორიკოსისა და თუ მონღოლთა ბატონობა 100 წელიწადს გასტანს, თუ მონღოლთა ბატონობა დამანგრეველი იქნება თავისი შედეგებით, შესაბამისად ღვთისმსახურება როგორია? მძიმეა. მძიმე რატომ შეიძლება იყოს ღვთისმსახურება ქრისტიან ხალხზე, რომელსაც აქამდე მხოლოდ ღვთისწყალობა ჰქონდა დავითის მეფობით, თამარის მეფობით. აი ახლა რამ შეცვალა ეს წყალობა სასჯელით და თან ამისთანა სასჯელით? იმან რომ მიზეზი დიდი და სერიოზულია. რა შეიძლება იყოს მიზეზი დიდი და სერიოზული, რომელიც ღმერთს განარისხებს მოსახლეობაზე? ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი რამ, განდგომა ღვთისგზისგან, უკეთურობის მომრავლება ერში და ბიწიერი ცხოვრება. თუ ეს ლაშას დროს არ არის, მაშრით აიხსნება ჟამთა აღწერლისაგან ის, რომ ლაშას დროს დაიწყო მონღოლთა არა ბატონობა, მაგრამ პირველი შემოსევა, ხოლო რუსუდანის დროს, მისი დის მეფობისას უკვე მონღოლები საერთოდ გაბატონდნენ საქართველოში. როგორ შეიძლება რამოდენიმე წელიწადში თამარის ნეტარი დიდებული მეფობიდან, როდესაც მეფეცა და ხალხიც ეს ნეობრივი აღმავლობის ზენიტში იმყოფება, უცებ აი ესე გათახსირდეს თელიერი, რა უნდა შეუჩდეს ხალხს, ვინ უნდა უბიძგოს, რა თქმა უნდა მეფემ. იმით, რომ თვითონ არის იმ მკვეთურთვისებათა მატარებელი, რომელზეც ჟამთა აღწერელი წერს და მარტო აქ არ წერს, ეს ჩვენ მოკლე ამუნარიდი მოვიყვანეთ, რა თქმა უნდა სხვა გვერდებზე კიდევ უფრო მეტად განავრცობს თავის დამოკიდებულებას. აი ესეთი კონცეფცია უკვე თავისთავად ქმნიდა საფუძველს იმისა, რომ ჟამთა აღწერის შეფასება ჩვენ ხლად ობიექტურად არ მივიჩნიოთ, ისევე როგორც უკვე გითხარით ლაშა გიორგის უცნობი მემატიანისა. ალბათ ლაშა გიორგის მეფობა გაკიცხვის საფუძველსაც იძლეოდა ზოგიერთისთვის და ქების საფუძველსაც. ეს პრინციპში შეფასება ყოველთვის ინდივიდუალურია და მასზე ადამიანის განწყობები, მსოფლმხედველობა და ასე შემდეგ დიდ გავლენას ახდენს. თუ გარკვეულ სიმპათიას ადამიანში იწვევს თავისუფალი ქმედება ადამიანისა, ნაკლები დამოკიდებულება იმ გაბატონებული რაღაც დოგმად ქცეული წესებისადმი, რომელიც სახელმწიფოში უკვე ფორმირებული იყო, თუ მაშინ ეს ადამიანი შეიძლება ლაშა გიორგის უფრო დადებითად აფასებდეს. თუ ადამიანის მსოფლმხედველობა ისეთია და მისი განწყობა ისეთია, რომ თუ რაიმე გადახვევა ამ დადგენილი სამეფო კარის რიტუალებისაგან, იმ წესებისაგან და ეს არის აშკარად უარყოფითად შესაფასებელი მისგან, მაშინ ასეთი ადამიანისაგან ლაშა გიორგი ბუნებრივია უარყოფითად შეფასდებოდა. იმიტომ რომ ლაშა გიორგის ბიოგრაფიაში ერთსაც შეხვდებით და მეორესაც, ანუ გარკვეულწილად სურვილს შეენარჩუნებინა ის ტრადიციული ძლიერება სამეფოსი და მართვის ფორმა ამავე დროს გარკვეულ მოქმედებას, რომელიც თლად ამ ჩარჩოებში ვერ ჯდებოდა. მაგალითად შეიძლება ძალიანაც
მკაცრი შეფასების საფუძვლად ქცეულიყო, თქვათ, ტრადიციული მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც რა თქმა უნდა გაბატონებული, ასევე ეკლესიური თვალსაზრისითაც ის, რომ ლაშა გიორგიმ ჯვარდა წერილი ქალი მოიყვანა სასახლეში და მოიყვანა არა უბრალოდ, როგორც ალბათ ბევრს მოყავდა, არამედ მოიყვანა როგორც დედოფალი და კონფლიქტი სამეფო კარის ფეოდალური და საეკლესიო საზოგადოების ნაწილსა და მეფეს შორის ამან დაბადა და გააღრმავა. ასევე ალბათ კონფლიქტს ქმნიდა ისიც, რომ ლაშა გიორგის უკანონოდ შობილი დავითი უფლისწულად მიაჩნდა, ხოლო ფეოდალური არისტოკრატია მას არ მიიჩნევდა უფლისწულად, იმიტომ რომ ის ჯვარდა წერილი ქორწინების გზით არ იყო დაბადებული. ერთი, მეორე, თვითონ ის ადამიანი, რომელიც ლაშა გიორგის გასადედოფლებლად ყავდა, ანუ თქვათ, ცდილობდა, არ იყო წარმომავლობით ღირსი ტოლი, თქვათ, სამეფო ოჯახისა. აი, გააჩნია, ვინ რა პოზიციით უყურებს, ვისთვის რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმის მიხედვით შეიძლება დღესაც ერთი და იგივე მოვლენა განსხვავებულად შევაფასოთ, იმის მიხედვით მასში, თქვათ, ის რამდენად ეხმიანება ჩვენს ზნეობრივ კრედოს, ჩვენს ზნეობრივ, თქვათ, შეხედულებებს და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში აი ამ თემაზე საუბარი დავამთავროთ ახლა ჩვენ ამ შეფასებებზე და დავიტოვოთ იმედი, რომ ჩვენ პრაქტიკულ მეცადინეობაზე ამ თემას უფრო გავშლით, ჩვენს პოზიციებსა და არგუმენტებს მოვიყვანთ და საბოლოო ჯამში შეიძლება რაღაცა კიდევ ერთი ახალი მესამე შეფასება ჩვენთვის მოვხაზოთ, ისე ჩუმად, რომ მლითაც თქვათ, რომელიც დაზღვეული იქნება რაიმე უკიდურესობისგან, ან უკიდურესი ქებისგან, ან უკიდურესი ძაგებისგან. ლაშა გიორგის მეფობის დასაწყისშივე, ისევე როგორც დემეტრე პირველის, ისევე როგორც გიორგი მესამის მეფობის დასაწყისში იყო გარკვეული პრობლემები ყმადნაფიც სახელმწიფოებთან, ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგალითად ყმადნაფიცობას განუდგა ქალაქი განძა და განძისთვის ბრძოლა საკმაოდ გაჭიანურდა კიდეც. იმდენად გაჭიანურდა, რომ მეფემ ვერ მოითმინა, აი ესეც შეიძლება იყოს ერთი მხრივ ძაგების საფუძველი, მეორე მხრივ ქებისა. ანუ ჯარი დგას, რომელსაც მხარსელი ხელმძღვანელობს, დიდი სარდალი, დიდებული ეპოქისა, თამარის ეპოქისა, ჯარი, რომელიც იბრძვის, მაგრამ განძას ვერც უახლოვდება, ვერც იღებს, ტყავი და თვეები და მეფემ სრულიად ახალგაზრდამ, რომელსაც სურს ალბათ მეფობის პირველ წლებშივე თავი გამოიჩინოს, დაიმკვიდროს, თქვათ, როგორც დიდი სარდალი, როგორც არა მხოლოდ შვილი თამარისა, არამედ თამარის ღირსეული მემკვიდრე და დიდი მეფე. ეს სურვილი მას ალბათ ექნება ბუნებრივადაც, მით უმეტეს გავითვალისწინებთ, რომ ის საკმაოდ მხნე და ახალგაზრდა და გამოეყო მეფე ამ დიდ ძირითად ჯარს მცირე ამალით და ქალაქისკენ გაემართა. განძელებმა ეს რომ დაინახეს, კარები გააღეს, მრავალრიცხოვანი ჯარი გამოიყვანეს და ქართველებს შეებდნენ. აი, ჟამთა აღწერილის თქმითა, იქნა ბრძოლა სასტიკი, თვით მეფე ლაშა წინა მიეტევა მხნედ და ძლიერად განძელნი იტოლდნენ და მცირედნიღა შეესწნენ ქალაქს. ქალაქის კარიბჭესთან გამართული ბრძოლის შესახებ ქართული ლაშქრის ძირითადმა ნაწილმა შეიტყო, ლაშა გიორგის დასახმარებლად გამოემართა, გამარჯვებული მეფე მათ მიეგება და რა? და ის რომ მთავარსარდლებმა მას ძალიან უსაყვეთ ურეს. უთხრეს, რომ მეფეს არ შეშველის ესეთი წინ დაუხედავი მოქმედება. უთხრეს, რომ გაუფრთხილებელი და არა გეგმაზომიერი მოქმედებით მეფე მთელი ქვეყანა ჩააგდოს საფრთხის წინ და არა თავს ვიდებთო შენ სამსახურს. ანუ აწი ვინც გინდა ის უსარდლე ჯარს ჩვენ თავისუფალი ვართ სამეფო სამსახურიდან. რა უნდა ექნა მეფეს, არ ვიცით, მაგრამ მან ესეთი მოქმედება ჩაიდინა გადმოხდა ცხენიდან, მიეგება მთავარსარდლებს, მოუბოდიშა იმისთვის, რომ უმეცრებით ქმნა ეს საქციელი, ესეთი თქვათ მოქმედება და შენდობა ითხოვა.